გიო, დავიღალე ამდენი მუშაობით, რამდენი ხანია მეუბნები, რომ დასასვენებლად წამიყვან და არ დადგა ეგ დრო? არა, დასვენება რა დროს ეგ არის, ქრისტი? რას ქვია, გიორგი, რა დროს ეგ არის? თუ არ წამიყვან დასასვენებლად საზღვარგარეთ, ხო? ხმას არ გაგცემ. კაი, რა ზებრაზდები, მითხარი სადგინა რომ წახვიდე და წაგიყვან. მე მაქვს ძალიან მაგარი იდეა, ხო, ის რა ანიმეების ყურება მიყვარს, ხო და წავიდეთ იაპონიაში. აუ, შენ რა ძვირიანი დასვენება გდომებია, თან ანიმეების გამო თუ გინდა მარტო წასვლა ქრისტი ძალიან იაფში გამოგიყვან. არ მინდა გიორგი, შენი იაფიანი რაღაცები, წავიდეთ იაპონიაში და დავისვენოთ ადეკვატურად რა. ჯერ მაცადე იქნებ და რას გეუბნები? აიღე ეს პატარა ბუსკვერცხები და უბრალოდ გახსენი. კაი, მე გავხსნი ამ პატარა ბუსკვერცხებს, მაგრამ იაპონიაში მაინც და წავიდეთ. მიდი გახსენი, ხო? ვაიმე! Demon Slayer-ის პერსონაჟი როგორ მიყვარს? ხო და ეგ არის, აღარსად აღარ მივდივართ. იაპონიაში მაინც და წავიდეთ, გიორგი. კარგი, შენ ხო კაცი ვერ გადაგაფიქრებინებს ჯანდაბას, მანახე ყველა Demon Slayer-ის პერსონაჟი, რომელიც პატარა ბუსკვერცხებში ამოდის და მე წავალ და შენ ბილეთებს ვიყიდი. გოგოს პატარა ბუსკვერცხებში ამოდის ორი ესეთი საყვარელი ნეზუკო, ხოლო ბიჭის პატარა ბუსკვერცხში ამოდის უძლიერესი ტანჯირო, უსტრაფესი ზენიცუ და ტყიდან გამოქცეული ინოსკე. უი, რა კაია, ყველა პერსონაჟი არც მე არ ვიცოდი. სხვათა შორის იმხელა კოლექცია ამოგივიდა, რომ მე მგონი იაპონიაში წასვლა საერთოდ აღარ არის, ხო საჭირო? გიო, იცოდე ნერვოს ნუ მიშლი, წადი და ბილეთები იყიდე.